ამოაღებინე კამერიდან ბიჭო. ამერიდან ამოღებინე ძალიან გადაბძანდი რა იქით რა. გადაბძანდი რა იქით. აქ ხო მანქანა. მუშაობაში ხეს რატომ? რატომ მუშაობაში ხეს რატომ? მუშაობაში ხეს რატომ? არ უშლი არაფერს. ყვითელი ლენტი შემოავლე და მე გადავბრძანდები. მიდი გადაიღე ჯოულები და შეგიძლია გადამოვა. გადაბძანდი მე. გადასული ვარ ხაზის აქეთ. ეს ხარი მანქანის გაჩერების ზონა ხო? აი, ორი ზონა გავლებული. მაშინ ყველა აქ გამოვიდა. გადაბძანდი მე. გადასული ვარ ხაზის აქეთ. ეს ხარი მანქანის გაჩერების ზონა ხო? აი, ორი ზონა გავლებული. მაშინ ყველა აქ გამოვიდა. Ose დაკავებული ავტომანქანის მიტოვება არ შეიძლება ცნობისთვის. შეიძლება გავიტანო. ყველება სწორდება რა, რუსეთის გარდა ხელა ჯარიმა დაგიწევო. ვალა. დატურნუზებაზე მანქანის 200 ჯარიმა არ არსებობს. ეს 200 ჯარიმა. საავარიო სიტუაცია შექმნით, დავანგრიეთ დედაქალაქი და დაგვაკავეთ, მაგრამ დაგვიჩვენ მე ძმო აგირა კამერა საპირისპირო. ამაზე მე დავარდი. თუ იდექი კამერა ჩართული არ უნდა ქონოდა დროსაც სამშაბათი სიტუაცია. არა, საპირისპირო მხარეს კამერა არ ახედავს. შენ გინდა ეხა პარტნიორს კარი გარანტირებული ქონდეს რომ მე არავის არ გეტყვი სამჯარიმო. ხო? აბა ყველა გაჩერებაზე ვის უნდა შეიგრავა სანამშრომლები თასპირობენ 20 წუთზე მეტია უკვე რომ გაფრთხილება რაფორმით მიცნეთ ცოტნე ხარაზიშვილს. ეს ფაქტი აღსანიშნავია რომ ელოდებიან ტელეფონიდან მითითებებს კიდევ. პატრულის თანამშრომლებმა სერიოზული დამნაშავე დაიჭირეს. ჩვენი მეგობარი ცოტნეს გაფრთხილების დაწერას ანდომებენ მინიმუმ 40 წუთს ალბათ, რა ვიცი, რას ელოდებიან. ჩემი საფუძვლიანი ეჭვია, რომ როგორ უნდა დაწერონ გაფრთხილება არ იციან. და ელოდებიან შესაბამისად, იქიდან წინა და ვინ უკარნახებს შპარგალკით, როგორ უნდა დაწერონ, სადმე წერტილზე არ შეეშალოთ და მსგავსი რაღაცეები და სხვენია დღევანდელი საპატრულო პოლიციის. მე მიამაყებოდა თავის დროზე ფორმა მომეცვა და მიამაყებოდა იმ პოლიციის, რომელიც ვანომერაბიში უნდა დატოვა და დღეს არის სრულიად სამართლებრივი პოლიცია. არაფრის გამო აჩერებენ მოქალაქეს და თურმე დარღვევა გაუკეთებენ. აიქცა.